განუყურებთ კურიერ 3 საათზე. ნაციონალური მოძრაობა დავით არმანიას მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებს. დოკუმენტის მიხედვით მერიის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია თანხაზე, რომელიც ისანი სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის გამოიყო. სალომე ბოკუჩავა გაეცნო დოკუმენტს და ის გაგვარკვევს დეტალებში. სალომე, გისმენთ. დიახ, კეთი დოკუმენტის მიხედვით დავით ნარმანიას უწყებამ ისან სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის ქალიშვილს 5400 ლარი გადასცა. ეს მოხდა სექტემბრის თვეში. ნარმანიას უწყებამ თამარ გერგერდავა საცხოვრებელი ხარჯი დაუფინანსა საფრანგეთში, პარიზში. დოკუმენტში ახსნილია, რომ თბილისის მერია გადასცემს თანხას იმის გამო, რომ ისან სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის ქალიშვილის ოჯახს ძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა აქვს. ამ თანხის გადაცემა სარეზერვო ფონდიდან მოხდა. ეს დოკუმენტი დღეს გაასაჯაროვეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, სწორედ მათ გამართეს საპროტესტო აქცია გერგედავას სამსახურთან. ამასთანავე გააპროტესტეს ნარმანიას მუშაობა და მას უკანონობაში დასდეს ბრალი. თავისთავად ჩვენ დღეს დავინტერესდით გერგედავების ოჯახის საცხოვრებელი სოციალური მდგომარეობით, გამოცანით საჯარო ინფორმაცია, სადაც ახსნილია, რომ გერგედავების ოჯახის 3 წევრი დასაქმებულია. თამარ გერგედავა, რომელიც ამ დროისთვის განათლებას ღებულობს საფრანგეთში, პარიზში, ის მუშაობდა თბილისის მერიაში იურისტის პოზიციაზე. თბილისის მერიაშივე მუშაობს დედა თამარ ბატონი ლეონიდის პროკურორის მეუღლე. ამასთანავე ჩვენ გავეცანით ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ. დოკუმენტში ნახსენებია, რომ ლეონიდ გერგედავას აქვს 168 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს რაიონში. ამასთანავე 1268 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ლიკანში. არმანია გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე მას თქვა, რომ ისანი სამგორის რაიონული პროკურატურის ოჯახსო მძიმე სოციალური პრობლემა აქვსო. მისი ქალიშვილი სწავლობს პარიზში. აქედან გამომდინარე გზისა და საცხოვრებელი იქ საცხოვრებელი, ანუ პარიზში საცხოვრებელი ფული არ აქვსო და ამიტომ ნარმანია გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყო 5000 ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალური დაუცველები, უსაკაროები და ასე შემდეგ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ახლა ბატონმა ნარმანიამ რამ გაამწარა და რამ გააკეთებია ეს სისულელე და ისანი სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ ეს დოკუმენტი დღეს წარმოგვიდგინეთ საკრებულოს პრესსამსახურს, შევეცადეთ დავკავშირებოდით უმრავლესობის წევრებს, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება უმცირესობის წევრებმა გააკეთეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. თითქოს და ესერჯერად დახმარება გამოიყო ძიმე სოციალ-ეკონომიკური ოჯახის ძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არა და როგორც ირკვევა პროკურორია ეს ადამიანი, რომელსაც აქვს 168 კვადრატულის ფართის მქონე ბინა, მიწის ნაკვეთები, ანგარიშზე თანხა აქვს, ხელფასი არაჩვეულებრივი აქვს პროკურორებს და ეს არის ერთდროულად უსინდისობაც და დანაშაულიც. აი ასეთი რამ არის აუცილებლად გამოსაკვლევი და დასასჯელი, ვინც ეს გაწყვეტილება ვიღო. ნარმანიას ხელმოწერით არის ეს და ამაზე ნარმანიამ პასუხი უნდა აგო, რატოს ფლანგავს ასე ფულს. ეს არის ნათელი მაგალითი იმ უპასუხისმგებლობის, უკონტროლობის და თავგასულობის, რაც თბილისის მერიაში არის და მეორე მხრივ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მხრიდან საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფონდი, საიდანაც თანხები უნდა ხმარდებოდეს სოციალურად გაჭირვებული ადამიანების კურნალობას, რეალურად გაჭირვებული სტუდენტების სწავლის საფასურს, ხედავთ, ხმარდება მაღალი რანგის თანამდებობის პირის პირად ახირებებს მისი შვილის პარიზში ცხოვრებას. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დანაშაულებრივი ქმედება, ეს არის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ხოლო პროკურორის მხრიდან კიდევ ვიმეორებ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია არც დავით ნარმანიას და არც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს. სწორედ ამ სამსახურის შუამდგომლობით მოხდა თამარ გერგედავას 5400 ლარით დაფინანსება სექტემბრის თვეში. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში საქალაქო სამსახურს კახიკალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ხელმძღვანელობდა. ჩვენთვის უცნობია პროკურატურის პოზიცია და დაინტერესდება თუ არა უწყება ამ დოკუმენტს
მომენტით სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც ლეონ გერგედავა.